რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქეთი მელუა ისევ ქართველი მსმენელისთვის მღერის ოპერის თეატრში საქველმოქმედო საღამო მიმდინარეობს. დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილ ქართულ მომღერალთან ერთად კონცერტში გორის ქალთა გუნდიც მონაწილეობს. საღამოს დასრულების შემდეგ მელუას პრეზიდენტის სახელით ღირსების ორდენს გადასცემენ. მარიკა შალიკაშვილს ჩავთავთ ახლა ოპერის თეატრიდან. მარიკა, ეთერში ხარ. Dear in Winter ასე ეწოდება იმ ახალ ალბომს, რომლითაც ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა უკვე მოიარა ევროპის 28 ქვეყანა. დღეს კი ეს ტურნე სრულდება სწორედ საქართველოში. ქეთი მელუა ამბობს, რომ განსაკუთრებით დღეს ღელავს, რადგანაც მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო სწორედ ქართულ მაყურებელთან სცენაზე გამოსვლა არის. კონცერტი უკვე დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს. კონცერტის პირველი განყოფილება სწორედ არის ქეთი მელუასა და გორის ქალთა კაპელის კოლაბორაცია. ეს არის პროექტი, რომელზეც ისინი მუშაობდნენ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში და ეს პროექტი აერთიანებს 10 კომპოზიციას, რომელიც გორში ჩაიწერა. ყველაფერი ისე კარგად წავიდა, არ ველოდე ამდენ წარმატებას და ეხლა ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედით. აქა და ამ კონცერტებს, რომელიც გავაკეთეთ ევროპაში, დღეს იქნება თბილისში. და ამ ალბომში არის რამდენიმე ჩემი პატარა ისტორიები, ბაბუა ჩემზე, ბებია ჩემზე და დღეს რო იქნებიან კონცერტზე, ამჯერავს. როგორც მუსიკაში, ასევე პიროვნული თვალსაზრისითაც, როგორც მე და ქეთი, აი ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს და ამან ძალიან გააადვილა ეს ყველაფერი, რომ რაც შეიძლება უფრო უკეთესი ყოფილიყო ყოველი შემდეგი რეპეტიცია, რაც შეიძლება უფრო უკეთესი ყოფილიყო ყოველი შემდეგი კონცერტი. უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა თანამშრომლობა ქეთი მელუასი და გორის ქალთა კამერული გუნდის. ეს იყო პირველი ასეთი მართლაც უპრეცედენტო გამოცდილება, როდესაც ქართულმა კოლექტივმა პროფესიულად შედგენილი განხორციელებული ევროპული ასე ვთქვათ ტურნე მოიარა თანასამხელო ვარსკვლავთან ერთად, როგორც ქეთი არის. ქეთი მელუა არის 11 მილიონი გაყიდული ალბომის ავტორი. ის 2006 წელს საუკეთესო მუსიკოსად აღიარეს და მას აქვს არაერთი ჯილდო და პრემია მოგებული თავის მოღვაწეობის განმავლობაში და სწორედ იმ ალბომებიდან, რომლებიც ამდენი წელია უკვე ასეთი პოპულარობით სარგებლობს, ქეთი მელუა მეორე განყოფილებაში შეასრულებს სხვადასხვა კომპოზიციებს. საღამოს დასასრულს კი მას ელოდება სიურპრიზი, რომლის შესახებაც ჯერჯერობით ქეთი მელუამ არ იცის, თუმცა მე ამ სიურპრიზის შესახებ ეხლა გეტყვით. საქართველოს პრეზიდენტის სახელით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთი მელუას ღირსების ორდენს გადასცემს. მადლობთ, ეს იყო მარიკა შალიკაშვილი და ჩართვა ოპერის თეატრიდან.